საფრანგეთის დემოგრაფიულ ვითარებას რაც შეეხება. საფრანგეთის მოსახლეობის რაოდენობა განსახილველი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ნელა მატულობდა, განსაკუთრებით 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან. მომავალში მოსალოდნელია მატების ტემპი კიდევ უფრო შემცირდეს, ხოლო 2045-50-იანი წლების პერიოდისათვის მოსახლეობის რაოდენობის მატება პრაქტიკულად შეწყდება, ასეთია გაეროს ექსპერტების აზრი. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან მუდმივ კლებას განიცდის, თუმცა აღნიშნული კლება 2000-იან წლებში საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, ხოლო სავარაუდოდ 2025 წლიდან 2050 წლამდე ეს კლება 1%-ზე ნაკლები იქნება. 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი ასევე ნელა და თანდათან მატულობს. აღსანიშნავია, რომ უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისში საფრანგეთის მოსახლეობა დაბერებული იყო. სადღეისო წინა პერიოდთან შედარებით დაბერების დონე უფრო მაღალია და სავარაუდოდ მომავალში კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდება. შობადობასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ შობადობის დონე კლების მიუხედავად 1978 წლის ჩათვლით უზრუნველყოფდა თაობათა განახლებას. შობადობის შემდგომი კლების შედეგად ის საკმარისი არ აღმოჩნდა თაობათა განახლებისათვის. ამდენად 1979 წლიდან დღემდე და სამომავლოდაც დაბალი შობადობის დონის გამო საფრანგეთში ყოველი მომავალი თაობა მცირერიცხოვანია წინაზე. ჩვენ ასევე მოტანილ ცხრილში ვხედავთ, რომ მოსალოდნელია შობადობის დონის სტაბილიზაცია 1,85 მიასედის ფარგლებში უკვე უახლოეს წლებში და ასეთი სავარაუდოდ ასეთი დონის არსებობა განსახილველი პერიოდის ბოლომდე. მოკვდავობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას რაც შეეხება. მოკვდავობის საერთო დონე ბოლო დრომდე მცირდებოდა, თუმცა 2010 წლის შემდეგ მოსალოდნელია მისი შემდგომი ზრდა, რასაც ძირითადად დემოგრაფიული დაბერების მაღალი დონე განსაზღვრავს. ჩვილთა მოკვდავობის დონე საფრანგეთში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა და სადღეისოდ საფრანგეთი ჩვილთა დაბალი მოკვდავობის ქვეყნებს მიეკუთვნება. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე დღეისათვის ჩვილთა მოკვდავობა რამდენადმე ნაკლებია, 4 ჩვილი მოდის 1000 ცოცხლად დაბადებულზე. ცოტა ნაკლებიც კი და მომავალში მოსალოდნელია მისი რამდენადმე შემცირება, თუმცა უმნიშვნელოდ. სადღეისოდ საფრანგეთში სიცოცხლის ხანგრძლივობაც საკმაოდ მაღალია და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მნიშვნელოვნად მოემატებს ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით. მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებას რაც შეეხება. მოსახლეობის ბუნებრივი მატება კლების ტენდენციით ხასიათდება. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, იგულისხმება 1975-2010 წლები, ბუნებრივი მატება სტაბილიზირდება სადღაც 3,2-3,8 პრომილეს ფარგლებში. შემდგომ პერიოდში ბუნებრივი მატება შემცირებას დაიწყებს, ხოლო 2035-2040 წლების პერიოდიდან უკვე მოკვდავობამ შეიძლება გადააჭარბოს შობადობას და ამდენად მატებას კლება შეცვლის. 1979 წლიდან საფრანგეთში გვიდრდება მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი, რომელიც მთელი განსახილველი პერიოდის ბოლომდეა მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს,
მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ძალიან მაღალი ეკონომიურობა, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მაქსიმუმამდე პრაქტიკულად განსახილველი პერიოდის ბოლომდე იქნება ასევე შენარჩუნებული ეს მაღალი ეკონომიურობა და სადღაც 2025-2025 წლებიდან გაეროს ექსპერტების აზრით მიაღწევს მაქსიმუმს. საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ საფრანგეთი იმიგრაციულ ქვეყანას მიეკუთვნება. ჩვენ ხედავთ მოტანილ ცხრილში, რომ დადებითი სალდო პრაქტიკულად განსახილველი პერიოდის ნებისმიერი მონაკვეთისათვის არის დამახასიათებელი. მართალია მისი სიდიდე რამდენადმე და ზოგჯერ მნიშვნელოვნად განსხვავდება პერიოდების მიხედვით. იმიგრაციის ინტენსივობა 1950 წლიდან დღემდე მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა, რასაც თქვით უკვე ხედავთ ცხრილშიც. თუმცა 2005-2000 წლების პერიოდის იმიგრაციის სიდიდე, როგორც ჩანს, მომავალშიც იქნება შენარჩუნებული. საუბარია სალდოზე, დადებით სალდოზე, საშუალო წლიურად 100,000-ის ფარგლებში. როგორც ჩანს, საფრანგეთის ხელისუფლება გარე მიგრაციასთან მიმართებაში ამ სიდიდის კვოტით შემოიფარგლება. დემოგრაფიული გადასვლა სადღეისოდ უნდა ითქვას, რომ საფრანგეთი მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მეოთხე ფაზაში იმყოფება, რომელიც არსებული მონაცემებიდან გამომდინარე 2030-2035 წლების პერიოდამდე შეიძლება გაგრძელდეს. მოსახლეობის აღწარმოების უახლეს ტიპზე გადასვლა ნახტომისებურად მოხდება და სავარაუდოდ ეს შეიძლება მოხდეს 2040 წლისათვის. ნახოთ გერმანიის დემოგრაფიული ვითარება. გერმანიის მოსახლეობის რაოდენობა ძალიან ნელა მატულობდა, ხოლო უკვე 1975-1985 წლებში მატება კლებით შეიცვალა. შემდეგ პერიოდში 1985-2005 წლებში კლება ისევ იმატა და მატებამ შეცვალა, ანუ 1985-2005 წლებში კლება მატებამ, ხოლო 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან მატებას ისევ კლება შეენაცვლა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან კლების სიდიდე თანდათან იზრდება. აღსანიშნავია, რომ 1950-1970 წლებში მოსახლეობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი ბუნებრივი მატება იყო, ხოლო 1985-2005 წლებში საერთაშორისო მიგრაცია. 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი ბუნებრივი გზით მოსახლეობის კლება ხდება, რომელსაც ადგილი მომავალშიც ექნება. ამასთან დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი ზომით ექნება ამ კლებას ადგილი. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი 2010 წლამდე მუდმივ კლებას განიცდიდა, ხოლო შემდეგ პერიოდში სტაბილიზირდება სადღაც 12-13% ფარგლებში. ამავე დროს მატებას განაგრძობს 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც სადღეისოდ საკმაოდ მაღალია და დემოგრაფიული დაბერების პროცესის შედეგად მომავალში კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდება. 2050 წლისათვის გერმანიაში პრაქტიკულად ყოველი მესამე მცხოვრები 65 წლისა და უფროსი ასაკის იქნება. უკვე სადღეისოდ გერმანიის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა რეგრესული ტიპისაა.
გერმანიის მოსახლეობის რაოდენობა უკვე სადღესოდ არის ნაკლები წინა პერიოდთან შედარებით. მომავალში ეს ტენდენცია უფრო გამოხატულ ხასიათს მიიღებს და გაეროს ექსპერტების ვარაუდით 2050 წლისათვის გერმანიის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება 1955 წლის დონემდე. შობადობასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ უკვე განსახილველი პერიოდის ფარგლებში შობადობა განახლების, თაობათა განახლების უზრუნველყოფდა. მხოლოდ რა პერიოდში? 1960-1979 წლის პერიოდში. ამასთან მცირე ზომით 1970 წლიდან შობადობის დონე გერმანიაში საკმარისი არ არის თაობათა განახლებისათვის. სავარაუდოა, რომ მომავალში ძალიან დაბალი შობადობის დონე შეიძლება რამდენადმე გაიზარდოს გაეროს ექსპერტების აზრით, თუმცა არა არსებითად და თაობათა შენაცვლებისათვის საჭირო დონეზე დაბლა. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ზრდა პირობითად აქვთ გაეროს ექსპერტებს მოტანილი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის მოტანილი ცხრილიდან ჩანს და ისიც იმ დონეზე, რომელიც, როგორც ითქვა, ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. მოკვდავობის საერთო დონე გერმანიაში 1950-1980 წლებში მატულობდა. შემდეგ პერიოდში ბოლო დრომდე მოკვდავობის საერთო დონის კლებას ჰქონდა ადგილი, რომელსაც დემოგრაფიული დაბერების შემდგომი ზის პირობებში მოხვება მოკვდავობის საერთო დონის მატებაც. ჩვილთა მოკვდავობა გერმანიაში დაბალ დონეზეა და მომავალში კიდევ რამდენადმე შემცირდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია და ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მოსახლეობის ბუნებრივ მატებასთან და აღწარმოებასთან მიმართებაში უნდა გავიმეოროთ იგივე, რაც პრაქტიკულად ითქვა. 1970 წლიდან მოკვდავობა აჭარბებს შობადობას და ბუნებრივი მატება კლებით იცვლება. ამასთან კლების სიდიდე დროთა განმავლობაში სულ უფრო ხედავთ იზრდება. 1970 წლიდან გერმანიაში გვიძრდება მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი, რომელიც მთელი განსახილველი პერიოდისათვის არის დამახასიათებელი, იგულისხმება 2050 წლამდე. საერთაშორისო მიგრაცია. გერმანია იმიგრაციულ ქვეყანას წარმოადგენს, მასში მეტი ჩადის გაცილებით, ვიდრე გადის გერმანიიდან. განსაკუთრებით მაღალი იყო იმიგრაცია 1988-1995 წლებში. მარტო 1988 წლიდან გერმანიაში დაბრუნდა 2,200,000-მდე, ესე იგი 2,200,000-მდე გერმანელი. გერმანული წარმოშობის პირი, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან მიგრაციის ინტენსივობა თანდათან კლებულობს, ხოლო შემდეგ განსახილველი პერიოდის ბოლომდე გაეროს ექსპერტების ვარაუდით მიგრაციული კვოტა 100,000-ით არის განსაზღვრული. იგივე მონაცემებს, როგორც ჩანს, გაეროს ექსპერტებს გერმანიის ხელისუფლებაც აკლის. და ბოლოს ძალიან მოკლედ დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით. სადღეისოდ გერმანიაში უკვე დამკვიდრებულია მოსახლეობის აღწარმოების უახლესი, ანუ დეპოპულაციური ტიპი.